ნეტანი იყვნენ, რომელთა შიოდის და წყუროდის სიმართლისათვის, ამე თუ იგინი გაანზღნენ, ასეთი ადამიანი მშვიდი კი არის, მაგრამ პასიური და მოდუნებული და მოშვებული და მძინარა და ზარმაცი და არაფერი რო არ ედარდება და გულგრილი კი არ არის. გულმხორვალეა, ცეცხლია, თან მშვიდია და თან ცეცხლი აქვს, იმიტომ რომ მას შია და წყურია სიმართლისათვის. აი მუდმივი მაძიებლობის განცდა აქვს შიგნით და ის ერთი წამი არ შინაგანად არ ისვენებს. შვიდია, მაგრამ თან ცეცხლია. შვიდია და ცეცხლია, ხო, უცნაურია. მაგრამ ეს ასეა. რა შია და რა წყურია? ღმერთი წყურია. ღმერთი შია და ღმერთი წყური. ამავე დროს გარშემოყოფ უსამართლობას არ ეგუება ოღონდ არ არის რევოლუციონერი. იმიტომ რომ მანიც ეს უსამართლობას არ ეგუება საკუთარ თავში, არ ეგუება ვიღაცა იჩაგრება და ასე შემდეგ, ყველაფერი ტკივა, თვითის ბოროტების ჩამდენის ტკივა. ამიტომ არ არის რევოლუციონერი ნიშნავს, ესე იგი, ამა ქვეყნის კანონებით ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ და თავადაც ეგეთი ხდები მე. ჯუნგლებში რო ცხოვრობ და შენ ჯუნგლების კანონებით დაიწყებ ცხოვრებას, შენ მხეცი ხდები მე. ადამიანი შია და წყურია, აწუხებს, ვერ ეგუება პირველ რიგში საკუთარ თავში და ამ სოფლის ამ უბედურებას რო ხედავს, ეს ტკივა და მათთვის ლოცულობს კიდევაც.